არა გაეჭიმა იქ ამაინდა მაინც რომ სხვასაც შეუშალოს ხელი რა. აი ასეთი მძღოლების გამო არის თელი მაშინ, ხია. არა მარტო ვარშავაში, ჩვენთან საქართველოში. ამიტომ არავის არ შეგეშინდეთ იმისი, რომ აი ტაქსზე იმიტომ ვერ დავიწყე მუშაობას, რომ მე ენა არ ვიცი. დაგეჭირდა. გამარჯობათ მეგობრებო. გამოვედით სამუშაოდ. ეს არის 12 ივლისი. შაბათი დღე. გვიან მოგვიწია გამოსვლა. მოგვიწია რა, გვიან გამოვედით. იმიტომ რომ დღეს ახლა ვარშავაში არის კონცერტები იმართება, ფესტივალი არის რაღაც დარბაზებში კიდე ცალკე სადღაც პატარ-პატარა კონცერტები და უმეტესად მაინც შაბათ დღეს უმეტესად მაინც გამით არის ხოლმე მუშაობა. ახლა გამოვედი. ახლა არის საღამოს 6 საათი, ნუ 6 უკლია 10 წუთი. ახლა ვიწყებ მუშაობას და ვაპირებ რომ ვიმუშაო დილამდე. დროის ამოწურვამდე არ ამგონია ვიმუშაო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დილის 4 საათამდე სანამდე უბერს ეხურება დრო ან და გადადის სხვა რიცხვი ან უბერზე დრო მუშაობს ეგრე. დილის 4 საათიდან ღამის 4 საათამდე ან 24 საათიანი გრაფიკი არის, ეგ 12 საათი მუშაობს, ანუ ახლა რომ დავიწყებ მე მუშაობას, ეგ დილის 4 საათამდე ჩამოთვლება 12 ივლისის ნამუშევარში. 12 საათის მერე კი გადადის 13-ში, მაგრამ უბერს ეგრე აქამდე. უბერი არ მუშაობს აქ ევროპის დროით, არ მუშაობს არც ჩვენი საქართველოს დროით, მუშაობს თავანთი ამერიკის დროით და ეგრე აქვს დაყენებული. 4 საათიდან 4 საათამდე. და ვიმედოვნებთ რომ დღეს როგორც შაბათია და როგორც ეგეთი სიტუაციებია მთელს ვარშავაში, რომ ყველგან რაღაცა ხდება და ყველგან რაღაც კონცერტებია და რაღაც სიტუაციებია, ვიმედოვნოთ რომ დღეს კარგი მუშაობა გვექნება და 4 საათამდე 800 და 900 თუ არა, ყოველ შემთხვევაში 100 მაინც გავაკეთებთ. ახლა ჩვენ გვაქვს 10 საათი გვაქვს მუშაობის დრო 4 საათამდე. 10 საათში ნახოთ რას გავაკეთებთ. ახლა მივდივართ პირველ შეკვეთაზე, 500 მეტრში უნდა მივაკეთო მგზავრს, 1 წუთია მგზავრამდე. მას ჩაეძინა შუქნიშანზე. საცობებიც იქნება, გზებიც იქნება დაკეტილი. ეგ ფესტივალი დაიწყო გუშინ. გამოძახებები იყო ღამით, კაი ტარიფიანი გამოძახებები იყო. მომატებული იყო ძალიან ტარიფი, სადაც კილომეტრს მინიმუმ 5 ზლოტზე ასწორებდა. და მედია დღესაც ეგრე იქნება, თან მით უმეტეს დღეს ქალაქის ორივე მხარეს ხდება რაღაც. გუშინ კიდე ერთ ბოლოში იყო ეგ კონცერტი გუშინ, ფესტივალი გუშინ დაიწყო და მხოლოდ ერთ მხარეს იყო სიტუაცია. დღეს კიდე ორივე მხარეს არის კონცერტი, ორივე მხარეს რაღაცა კიდე რაღაც სხვა ადგილებში რაღაც პატარ-პატარა დარბაზები არის, იქაც არის რაღაცები, იქაც ხდება. და ვფიქრობ რომ ყველა მხარეს, სადაც არ უნდა ავიღო შეკვეთა და სადაც არ უნდა დავიყვანო მგზავრი, ვფიქრობ რომ ყველგან მომცემს შეკვეთას და ყველგან მომიწევს მგზავრამდე მისვლა. აი ჩვენ პირველ მგზავრსაც მივაგიფხეთ დავხვდა გარეთ, დაგვიდება მანქანაში. Добре. Იოლა რა? შაბათი სახადიდი მოძრაობები და მანქანების გადატვირთული ქუჩები არ იქნება. ბოლო ადგილებში იქნება საცობები, მაგალითად დიდ სტადიონზე ვარშავაში, სადაც არის დიდი სტადიონი, მან იქნება საცობები, იმიტომ რომ პოლიციას იქნება დაკეტილი გზები, რაღაც ადგილები იქნება გადაკეტილი, სადაც პირადი მოხმარების მანქანებს არ ექნებათ უსუფლება. ტაქსებისთვის კიდე ეგეთ ადგილებში ყოველთვის არის ხოლმე გზა ღია. ანუ დაკეტილია, მაგრამ რომ ეხვალ და რომ შეხედავენ ტაქსი არის და გზავრი გიზის მithumetes მანქანაში გიშვებენ, თუნდაც გზავრიც რომ არ გიზდეს, არ არის პრობლემა, შეუძლებელად შეგიშვებენ შიგნით. მაგრამ სირთულეს ის ქმნის, რომ ეს ხალხი მომენტად არ იცის რომ გზები დაკეტილია, ყველა რომ აწყდება იმ ადგილს და მე იმ ადგილას საცობი იქნება. შენ გიგზელდება მე დრო რომ ვერ მიდიხარ იქამდე. სამ საცობს არ გაიგზნი და სამ არ მიყოლი პოლიციამდე ხო საცობს მოგიწევს გონა. სხვანაირად რო შევხედოთ ძალიან წყნარი დღეა. არ არის მოძრაობა, ხალხი საკლებად დადის. ეგეთ დროებში, როდესაც რაღაცები იმართება ვარშავაში, უმეტესად დილით არავინ არ გამოდის სახლიდან და ღამით იწყებენ უკვე
ვთქვათ, მოთხოვებას. მე უკვე გიწევს მგზავრების არჩევას რა, შეიძლება შეკვეთა იყო მიხვიდე ისეთი მგზავრი დახვდება ფეხზეც ვერ დგას და ანუ იმის შიშაკ რომ მანქანაში არ გიწყიროს, არ დაგისვაროს სამშაოდ ხარ გამოსული, დაგისვარ კი იმას აგინას გაურებს მე ის უბერის, ბოლზე, თუნდაც მუშაობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ გინდა რომ ეგთან ხარ გინას გაუროს გთხოვს რაღაც სურათების გადაღებას, მე kimsmenda უნდა ჩაუტარო მანქანას, ფაქტურა უნდა, ქვითარი უნდა აიღო, იმ ქვითარს სურათი გადაუღო, ეგ სურათი გაუგზავნო და მაგის მერე კი აგინას გაურებს მაგთან ხარ და ეგ ყველაფერი რო არ მოხდეს, მე მიჩვენია ხოლმე რომ ხედავ რომ მგზავრი ფეხზე არ დგას და ვერ დგას და უბრალოდ ნორმალურად ეგეთ მგზავრებს და ეგეთ გამოძახებებზე არ გვემსახურები არანაირად. მაგას მიჩვენია რაც არ უნდა დიდი იყოს და რაც არ უნდა ისა, მაგას მიჩვენია ასიანი და ოდიანი და 20-იანი შეფეთები არ მოგონია. ერთი წავიყვან 100-იანი და ის 100-იანი გამიხდეს მე საწვალებელი და კლიენტად ჩამივარდეს დღის მუშაობა. და არა მარტო იმ დღეს. მე იმაში მეკარდება დრო ჩვენ დაგუწევს გასვლა და მანქანას სუფთავება. და მე ფაქტურად ორი დღე გეკარგება და ერთ ახასგები როდესაც გინდას გაურებენ ის არის ერთ დღეში დაგისვამე პირაში ერთ დღეში რაღაცას ვერ გაიგო и то есть то tutaj to pewnie bardzo dziękuję პირველი მგზავრის მოვიყვანეთ, ესე იგი 16 ზლოტი, 7 კილომეტრი ნახევარი დაგვიჭირდა 13 წუთი. ასე მივყვებით ახლა მთელი დღის განმავლობაში. მეტი შეკვეთა, მეტი შემოსავალია. ახლა აქვე დავდგებით, დაველოდებით შეკვეთას ისევ სანამ მოგცემს ახალს რამეს. დაველოდებით აქვე. გაგენ მოგცა ახლა დავდგებით თუ არა. ანამდე მოეცა ახლა ესე. დავედით. 1 კილომეტრიდან მოგცა შეკვეთა. დავედით 1 კილომეტრში. მივაკითხოთ აგნიაშკას. ხო, და მეგობრებო, ერთ თემას მინდა შევეხო. იმისათვის, რომ პოლონეთში არ აქვს მნიშვნელობა, მაგას ვარშავა იქნება და ჩვენ მაგზავმა კიდე გააუქმა შეკვეთა, არ ვიცი, 1 კილომეტრიდან მოიქნება თუ არა, ვიგე გაგვიუქმა შეკვეთა. ამიტომ ახანს გაგვიუქმა, ისევ დავდგით სადმე აქვე პარკინგზე, მეტი არ ვიაროთ, გაგვიუქმა. ხო, ანუ რას გეუბნებოდით, ესე იგი, იმისათვის, რომ ვარშავაში, პოლონეთში, სხვა ქალაქებში, პოზნანი, კრაკოვი მნიშვნელობა არ აქვს. მუშაობა რო დაიწყო ტაქსი მაგისათვის საჭირო არ არის. რა თქო იცოდე მაინც პოლონური ენა. მე რო ჩამოვედი პოლონეთში აზრზე არ ვიყავი საერთოდ პოლონური ენაში. ახლა ჩემ ბაკალენიის ხალხი ვინც არის ხო? აი 25 წლის ზემოთ რა, 25-ზე 30 წლის, 32, 35 ყველა ვიცით რუსული ენა. სკოლაში ვსწავლობდით. რავი აქ პერიოდში როცა ჩვენ ვიზრდებოდი და ბავშვები ვიყავით, უმეტესად ეს რუსული ჟარგონები გვესმოდა და რუსული ენა გვესმოდა და ვლაპარაკობდით. და პოლონური ენა კიდე ძალიან გავს რუსულ ენას. просто შეიძლება მნიშვნელობა ქონდეს სხვა ადამიანი რომელმაც იცის ან რუსული, ან ინგლისური, არანაირად არ გაუჭირდება პოლონეთში ტაქსზე მუშაობა. მეორე. ახლა მე მყავს მაგალითად ახლობელი ნაცნობი, რომელიც მუშაობს ჩვეულებრივად ტაქსზე, მაგრამ საერთოდ არ იცის პოლონური, მარტო იცის მისალმება და დამშვიდობება რა, ისიც რო ჩამოვიდა მაგის მერე ისწავლა. ინგლისურადაც ძალიან კარგად ლაპარაკობენ, მით უმეტეს საკაური ახალგაზრდობა ინგლისურად კარგად ლაპარაკობს და თუ ინგლისური იცით კიდე არანაირად არ გაგიხსნებათ. უბრალოდ არის სიტუაცია იმაში, რომ პოლონური ენა როდესაც იცი, ანუ მგზავრის დაგიწყოს პოლონური ენაზე, ანუ არის ხალხი, რომელსაც ძალიან სიამოვნებს ის, რომ პოლონურად ელაპარაკები და უფრო გაფასებენ იმის გამო, რომ შენ პატივს სცემ იმ ქვეყანას, სადაც ხარ, სადაც მუშაობ და სადაც ცხოვრობ და სადაც შოულობ ფულზე. არავის არ გეგონოს და სირთულები ის არ ჩათვალოს, რომ აუ ენა არ ვიცი, როგორ შევძლებ მუშაობას, იქ როგორ მივაგნებ რაღაცას, არანაირად, რა არაფერი საერთოდ ენა ვიყავი ნული პოლონურ ენაში, უბრალოდ ვიცი რუსული და ინგლისური, რასაც ლაპარაკობენ. აი თქვენ თვითონაც ნახავთ მაგას, რომ ლაპარაკს რო დაიწყებენ თქვენთან მანქანაში, შეიძლება ნახევარი თუ არა 30% მაგათი ლაპარაკების გაიგოთ, იმიტომ რომ ძალიან გავს რუსულს, უკრაინულს, ბელორუსულს.
ეგ ენები ყველა ერთმანეთს გავს ძალიან. უბრალოდ შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომ არავის არ შეგეშინდეთ იმისი, რომ აი ტაქსზე იმიტომ ვერ დავიწყე მუშაობას, რომ მე ენა არ ვიცი. так, მოგცა ახლა შემდეგი შეკვეთა. ეს არის ახლა 2 კილომეტრიდან ავიღეთ. თუ დაგველოდება მივახსნათ გავიყვანთ გარე უბანში. ახლა კონცერტები ვარი მირჩევნია ხოლმე ეს მომცე შეკვეთა, რომელიც გარე უბანში გადის. გას ახლა ადამიანი არც იქიდან მოდის, მანქანა არც იქიდან მოდის და იყურება ასე ხორჯოსავით არის გატკეპებული, მიწეპებული ერთ ადგილას და არ გადის აგები. აი ასეთი მძღოლების გამო არის თელი მაშინ, ხეა. არა მარტო ვარშავაში, ჩვენთან საქართველოში. ბევრი ცოდინარი მძღოლია დღეს აი ჩააბარა რაღაცა ბრავად აიზეპირა, რაღაცა აუხსნეს რომ ასე გააკეთე, გაატორმუზე იქ იმასკენი და აი ამ ახსნიდან გამომდინარე რაღაცა დაიზეპირა ყველაფერი, ისავლა, გამოვიდა მეორე დღეს აუ და მანქანა ან აჩუქეს ან კიდე რაღაცა იწვალა რაღაცა 20 წელი იმუშავა იმით რომ მანქანა ეყიდა და მათ იყიდა მანქანა. ხო და ცოტა სისწრაფე აკეთეს, სისწრაფე ეს ისტორიის მოძრაობა. ჩვენთან თბილისში იდეალური მოძრაობა არის თავისუფლად. მაინც ყოველ შემთხვევაში აქაური მოძრაობა ჯობია ჩვენთან თბილისის მოძრაობას, მაგრამ ანუ ის სიხისტე რაც ჩვენ გვაქვს, ის რომ გაძვები, გამოძვები, რაღაცა სადღაც მოგეჩქარება და შუქნიშანი ჯერ მომავალ ყვითელი ჩამქრალი არ არის და გადიხარ შუქნიშანზე და რაღაც ანუ ეგეთ რაღაცეები აქ ნაკლებად რა. ის სანამ ბოლომდე პანეზე არ გადავადა, 1 2 3 წამი არ დაელოდია, მანამდე ადგილიდან არ დაძრავს მანქანა. ჩვენც მოვედით უკვე ადგილზე. დავეულოთ. Добре. Добре. Так, მოვიყვანეთ ესე იგი ვარშავიდან გარე უბანში, რაიონში, სოფელში. მოვიდა. ესე იგი 43 კილომეტრად მოვიყვანეთ 24 კილომეტრი. ვატარეთ 22 წუთი. არის მომენტები, როდესაც წუთებიდან გამომდინარე ითვლი შეკვეთებს. ახლა მაგალითად მანძილიდან გამომდინარე გამოთვალე შეკვეთა. წუთიდან გამომდინარე რომ გამოითვალა უფრო ნაკლები იქნებოდა. შეკვეთებს იძლევა, მაგრამ ახლა უნდა დავეულოთ ისეთ შეკვეთას, რომელიც მიდის ისე ვარშავაში, რომ კილომეტრის ამბავში ამოვაგდოთ და მინუსში არ მოგვიწევს. ახლა ჩააგდო მაგალითად შეკვეთა ჩააგდო 7 კილომეტრიდან იყო, მაგრამ ეგეთ შეკვეთაზე დამეტანი შორია 7 კილომეტრის დასვლა. დავეულოთ, ახლა 1-2 ჩააგდო შეიძლება სხვა ჩააგდო. მე ახლა სოფლის ლიცენზია არ მაქვს, მაგრამ იმ შეკვეთას რომელიც მიდის ვარშავაში, ან სოფლიდან ვარშავაში რომელიც მიდის, ეგეთ შეკვეთას მაინც ჩააგდებს და მოხდეს. ეგეთ შემთხვევაში უპირატესობა ყოველთვის აქვს ის მანქანას, რომელსაც აქვს ამ სოფლის ლიცენზია და პირველ რიგში ჯერ მაგას აძლევს შეკვეთას და თუ ისეთ მანქანას, რომელსაც ლიცენზია აქვს, მაგრამ არ აიღო შეკვეთა, აი მაგის მერე უკვე უგდებს ისეთს, რომელსაც არ აქვს ლიცენზია და აქვს მხოლოდ ვარშავის ლიცენზია, როგორც მე მაგალითად. მაქვს ვარშავის ლიცენზია და მუშაობ მხოლოდ ვარშავაში. მაგრამ აქედან შეკვეთა შეიძლება მოხდეს და გაგვაყოლოს ვინმე. აი ეგ ჩაგვიდო ახლა შეკვეთა 1 კილომეტრში უნდა მივაკითხოთ გზაურს. როგორც გითხარით, ან ვარშავაში წამსვლელ შეკვეთას იძლევა. მოხდა 1 კილომეტრიდან მოხდა შეკვეთა. უნდა დავიყვანოთ ახლა ჩვენ გზაური ვარშავაში. დიდი ხანით არ მომიწია დგომა რავი, სადღაც 5 წუთი ველოდებოდი. პარასკევს და შაბათს, ღირს, რაღაც პერიოდამდე, რაღაც დრომდე, მაგას რაღაც საღამოს 12 საათამდე მაინც ღირს, რომ უბრალოდ დაიყვანოთ, რომ მაინც არის მოძრაობები და მაინც იძლევა შეკვეთებს და ასე თუ ისე დიდი ხანი მოდინი არ გაგჭირდება რა, რომ დაელოდო შეკვეთას და რაღაც. მე ვფიქრობ, რომ ანუ მე ყოველ შემთხვევაში არ გამიმაზია და ჩემთვის ყოველთვის არა, მაგრამ უმეტესად მაინც მოუწია შეკვეთა, როცა წამიყვანია პარასკევს და შაბათს, მაგალითად მგზავრები რომ წამიყვანია სოფელში, ყოველთვის მოუწია. მე ხედავ რომ აი ხლა ჩემ გვერდით რაც არის მარცხენა მხარეს სახლი. სახლიდან არის გამოძახება, მაგრამ უფრო იმ მხარეს მგზავრი მაგრამ მოტაცით მათეთ ჩანს რომ აქ მხარეს არის მოდია მოაღწია მოდი. როგორც ჩანს მოდის ჩვენამდე. Добре. Дарья.
მოგწუთ? Thank you. Მომდენა 21 კილომეტრი 25 წუთი 43 ზლოტი და 37 გროში. თავარია სოფლიდან წამოგიყვანა და 1-2-ზე გაგვიწორა და იდეალურია. და გამასობაში ჩვენც აგერ ჩამოვიდნენ და ჯერჯერობით დიდი მოთხოვნა არ არის. ვერაგი ვიძლევა შეგვიძლებს. ახლა მივიდივარ კიდე 600 მეტრში უნდა მივაკითხოთ მგზავს. წვიმაც დაიწყო ყველაფერთან ერთად. რა ვიცი, იმედოვნებ რომ თან წვიმა, თან კონცერტები, იქიდან იმდენი ხალხის აი გამოძახება იქნება აქეთ წვიმა და იმედია რომ ტარიფებს კარგად მოუმატებს და რაც ამ პერიოდში არ არის მუშაობა იმას გამოაკეთებს თავისი ტარიფებით. რომ ახლა რა შეგვეთებს რაც იძლევა. შეგვეთებს კი იძლევა, მაგრამ არ იძლევა ისეთებს რომ გესიამოვნოს არამედ. და შორიდან იძლევა შეგვეთებს და მაგით უკვე ყველა შეგვეთებს გაყარებულობდა ატარებში. აი რა 1 კილომეტრის რადიუსიდან თუ როცა შეგვეთავს, მას შეგვეთაზე კი წავა, მაგრამ 3-4 კილომეტრიან ვშარდებ 10-დან 12 წუთიან, მას ისე არ დავდივარ. ხო აი ხახა 3 ზოლი. შუგნიშანი ანთებულია, შემიძლია წინ წავიდე. ხო შეუძლია გადავიდეს სხვა ზოლში, რომ არა გაეჭიმა იქ ამაინდა მაინც, რომ სხვასაც შეუშალოს ხელი რამენაირად. შუგნიშანზე სადაც შეიძლება გამოვიდეს 5 მანქანა, გამოდის იგი 2 მანქანა და 3 მანქანა. კილომეტრიდან მოგცა ახლა შეგვეცა. კილომეტრიდან გავრამდე 2 წუთი. აუ ეს მაგარი ღუნავს ღამით რომ შუქნიშნები ამდენი ხანიანთია რა ციტი. ერთზე გამოყვალ 200 მეტრში ისევ შუქნიშანი, ისევ ციტი. ამიტომ 2 წუთი 1 კილომეტრი რა შემფეხებად უნდა იმას აქვია 1 კილომეტრს 2 წუთი. აქ არ ჭირდება არაფერი. აუჩ. აი ინთია ბა. ვოდილა რადინა ხამეთ მაგარი ასწორებს მუშაობა ვაფშეთა უბრალოდ სულ რო იყოს რამით მუშაობა და სულ რო იყოს როგორც პარასკევი და შაბათი ვენა სულ მუშაებდი ხამით ვაფშე არ ვიმუშაებდი დღის განმავლობაში დაჯერეთ მიჯვალა ამრ Amr. Turkey No. Palestinian. Palestinian. Feature? Yes. Feature. Yes, of course. Yeah. I spell it good, huh? Yeah. Do you know the soccer player? Fartskhilian. Yeah. Yeah. I just like remembered him. Yeah. So he was like from wait. From Wait. where is the mountains? Where is the Black Sea? Uzbekistan. No, how is the Pakistan? No. Where is the Pakistan in the Black Sea? No. Okay. Georgia. Georgia, of course. Yeah. How is the situation now in the Palestine? Shit. I was there. I was in Gaza and I just came here. And now is everything finished or No. It's still continuing. What do you mean? In the war? war? Yeah. Yes, still. Yeah, they just killed today 150 people. How long you are here? Here? Yeah, 40 days. 40 days. Yeah. And the first time they here? Yeah. And I'm a student here. Ah, you're a student. Yeah. How old are you, brother? 29. It's not my fault because I was like stuck there in Gaza. I moved from Gaza to Egypt, then to Istanbul, then I got this scholarship Oh. because there was no options for me. No? My passport is like fucking weak. You know? So there was like a scholarship in the internet and I applied it for it and I was lucky. Is it how is things there? Everything is okay? Why did you leave Georgia? Why I'm living in Georgia? Why are you in Poland? For money, brother. For money, only for Is the money. situation there is not good?
For money, it's not a good salary now in Georgia. Okay. Economic, it's not good now. Okay. Nice to meet you, bro. Me too, brother. Have a good Thanks, night. I will rate you like 5 stars now. Thank you, brother. Thank you. Bye bye. Bye. Have a good night. You too. კარგი გემრიელი ახალგაზრდა. მოიყვანეთ 8 კილომეტრი 19 ზლოტი 12 წუთი. ცოტა შეწყნარდა თითქოს და მუშაობა და ეგ მე არ მოვწონს. მაგრამ მუშაობა გვინდა, მუშაობა და ფული შოვნა. დღეს არადა ყველგან კონცერტი იყო, რაღაცა ვაუ და გადამრიეს ველოდებოდით, მაგრამ თითქოს და გუშინდელი დღე ჯობდა. და დაზედაგდებულ შეკვეთას დავაჭერეთ 2 კილომეტრიდან, ფლადრო ცენტრამდე არ მივიდეთ და გავიაროთ სარიელის კილომეტრი, ნუ სარიელი კი გავივლით ახლა იგი 2 კილომეტრს ყოველ შემთხვევაში გზავთან მივაქვთ. და ესე იგი მოვედით შეკვეთაზეც. ზავდიას მეორე მხარეს, მაგრამ იქ მხარეს გაჩერება არ შეიძლება და ამიტომ გავაჩერეთ ავტობუსის გაჩერებაზე და აქ დავალდებით ახლა მგზავრს, იმედია მოვაქამ. Добре. Oh. Каспер. Так, Каспер. Так. Добре. Добра. Добранат. Так, ისინიც მოვიყვანეთ ახლა ჩვენ 21 ზლოტი 5 კილომეტრი. ახლა ვაკლებს კიდე. ახლა ბაზრებს შეგვიდა 7 კილომეტრი უნდა მივაკითხო და 20 კილომეტრი უნდა დავიყვანო. აი ახლა დაიწყებს აი ესეთ შეკვეთას. აი ახლა სულ ესეთ შეკვეთები იქნება და აი სადღაც 1 საათში ალბათ დაიწყებენ კიდე გამოსვლას ეს 1 საათში კიდე ახლა უკვე დაიკეთება ყველაფერი. კლუბები და ესეთ რაღაცები უკვე სადღაც 4 საათზე უკვე დაიწყება დაკეთვა. სადაც 9 საათში უკვე დაიწყება კლუბების დაკეთვა. მაშინ წამოვაგდე შეკვეთები ამ მუშა პერსონალის საათში დარიგება. ემაგ სიტუაცია როგორც ჩაგდება მე ეგეც იქნება სადღაც 1 საათი ალბათ. და всё, მე უკვე დილის მუშაობა უკვე დღეს იქნება ვაგზლები და აეროპორტში საყვანები მეტი აღარაფერი აღარ იქნება. ახლა მოვიყვანეთ ჩვენ ბოლო მგზავრები, ანუ გუშინდელი დღის მგზავრები ესე ვთქვათ. გამოვიდა ესე იგი ჩვენ სადღაც 6 საათი იყო რომ დავიწყეთ 6:30 წუთი რომ დავიწყეთ მუშაობა. ახლა არის 4 საათია, ახლა ღამის 4 საათია. ანუ 10 საათია რაც მუშაობ და შევხედოთ ახლა რა ჩაგვეთვალა ჩვენ შაბათ დღის ნამუშევარში. შაბათი დღე ჩვენ გავაკეთეთ 21 შეკვეთა. ვიმუშავეთ 10 საათი, ანუ უბერის დრო, რასაც მიჩვენებს, ნამუშევარი გვაქვს 10 საათი და 21 წუთი. გაკეთებული გვაქვს 555 ზლოტი და 80 გროში. ანუ 12 საათი ჩვენ ამოწურული არა გვაქვს, ვიმუშავეთ მხოლოდ 10 საათი. ანუ საათში ესე იგი გამოვიდა 55 ზლოტი, 56 ზლოტი არის გამოსული საათში. შაბათი დღისთვის კარგი არის თქო, მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ შაბათ დღეს უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ახლა რატომღაც ესე იგი ხალხის გასულიც რო არის დასასვენებლად და იმდენი მოძრაობას რო არ არის ქალაქში, მაინც ნორმალურია ეს ახლა 500-დან ზემოთ უკვე 550, 600 რო გააკეთო, ანუ ეს ახლა არის ნორმალური. ამ შემთხვევაში, როდესაც ხალხი არ არის, ახლა ხალხი რო იყოს და მაინც ესეთი მუშაობა რო იყოს, ეგ რო გააკეთო, ეგ უკვე ცოტაა შაბათს. შაბათს ახლა, როდესაც მშობლებები არ აქვს, ხალხს და ყველაფერი მუშაობს და ეს უნივერსიტეტები და სტუდენტები და სკოლები და ყველაფერი არის, მაგ შემთხვევაში უკვე სადღაც მინიმუმ 700 მაინც უნდა გააკეთოს შაბათ დღეს. ანუ მე ეგრე ვაკეთებ ყოველ შემთხვევაში. გავლილი ესე იგი დღეს ჩვენ გვაქვს, ესე იგი გაკეთებული გვაქვს 555 ზლოტი, 21 შეკვეთა, ნამუშევარი გვაქვს 10 საათი და გავლილი გვაქვს 228 კილომეტრი. 228 კილომეტრი გავიარეთ. ახლა 228 კილომეტრი ეს არის ნუ კაი, ჩავთვალოთ 250 კილომეტრი სახლში მისვლამდე.
ახლა სადაც ვარ, აქედან 12 კილომეტრში ვარ სახლიდან. სახლში მისვლამდე 250 კილომეტრი. 7 ლიტრა 100 კილომეტრი. ანუ გამომდის ესე იგი სადღაც 17 ლიტრა ნახევარი, ну კაი 18 ლიტრა. კაი, ჩავთვალოთ 20 ლიტრა გვაქვს ხარჯი, ლევანდელი დღის ხარჯი გვაქვს 20 ლიტრი საძვა, ანუ გაზი. 20 ლიტრა არის ლევანდელი კურსით გაზი ღირს 2 ზლოტი და 80 გროში. გამოდის ესე იგი 56 ზლოტის გაზი გვაქვს დახარჯული. ანუ დაგვრჩა 500 ზლოტი. ამ 500 ზლოტიდან 10% დავა იმისთვის, რომ მანქანის სერვისის ფული გადაიდოს, ანუ 50 ზლოტს გადავდეთ მანქანის სერვისისთვის, დამრჩება 450 ზლოტი. 450 ზლოტი არის დღევანდელი კურსით 350 ლარი. დღეში 10 საათში 350 ლარი გაკეთება არის იდეალური. ანუ ფაქტიურად დოლარშიც რო გითხრათ, ეგ გამოდის სადღაც 120 დოლარი გამოდის დღეში. და თვეში რო დაიანგარიშო, ეგ უკვე 3600 დოლარი. სუფთა რაც გრჩება ხელზე. ну კაი, ჩათვალე 3000 დოლარი დარჩა იქიდე. რაღაცა საჭმელი და რაღაცა ეგრე ანგარიშო. 3000 დოლარი ხო დარჩა. 3000 დოლარი. ახლა გადაიყვანეთ ისევ ლარში. აი გამოდის სადღაც უკვე 8000 ლარამდე გამოდის თვეში ნამუშევარი. 7000 ლარიდან 8000 ლარამდე რა. 7500, 8000 ლარი. აი რომელ სამსახურში უნდა ემუშაო საქართველოში, რომ მე ტაქსის მძღოლი, გინდა ტაქსისტი დაუძახით, რომ ჩემზე მეტი გააკეთოს საქართველოში ნალუგოი. აი გინდა კერძო სამსახურები აიღე, გინდა სახელმწიფო სამსახური აიღე. მუშაო პოლონეთში, ვარშავაში ტაქსზე, ხელფასი მაქვს. თვეში 6000 ლარიდან 8000 ლარამდე და ხალხი, რომელიც შარვალ კოსტუმით დადის ოფისში, მარტო საქართველოში. აქაც ვარშავაში ოფისებში დადის ხალხი, ოფისში მუშაობენ ანალოგიური დროს, მაგალითად როგორც მე 8-9 საათს რომ მუშაობ დღეში. ისე ანალოგიურად 8-9 საათს მუშაობენ დღეში ისინიც და აკეთებენ ბევრად ნაკლებს, ანუ იმის ნახევარს აკეთებენ, რასაც ვაკეთებ მე. ახლა თქვენ გამოიტანეთ აქედან დასკვნა, სად ჯობია მუშაობა და რატო ჯობია მუშაობა. მე შეურაცხყოფას აქ არავის არ ვაყენებ, არც მიმიყენებია და არც ვაპირებ შეურაცხყოფის მიღება. ვისაც რა შეუძლია, სადაც შეუძლია, რის ნერვებიც აქვს, იქ უნდა იმუშაოს. შეიძლება ადამიანს არ აქვს იმის ნერვები, რომ ტაქსზე დაждდეს და მთელი დღის განმავლობაში, ანუ იმის მუღამის უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ტაქსზე დაждდე და იმუშაო. მე პროსტა გეუბნებით იმას, რომ ხალხი, რომელიც იძახის, რომ ტაქსისტი ხარ და ტაქსის მძღოლი ხარ, ეგეთაღაც მაგას უნდა აფაროთ ზუსტად ის სახეში, თუ შენ ტაქსისტი ხარ, მაგრამ ბევრად მეტი გაქვს, ვიდრე იმ ადამიანს, ვისაც შარვალ კოსტუმი აცვია და ოფისში არის გამოჩქიმული. Так, ამით დავამთავრებ მე დღევანდელ დღეს. მადლობა მეგობრებო, რომ უყურებთ შემარხს. დაწერეთ კომენტარები, რაც გაინტერესებთ, რა კითხვებიც აქვთ. აუცილებლად გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს და ყველა თქვენს კითხვაზე ავწევ თემას. და მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას. დიდი მადლობა ყურებისთვის, დიდი მადლობა რომ ხართ ესეთი ადამიანურები. ბევრი რო არ ვლაპარაკოთ მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ და კომენტარეთ და შევხვდებით ხვალ.